ერთმანეთი. შალვამ და ბელამ ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს მოსკოვში. ქალბატონი ბელა მაშინ მოსკოვში მუშაობდა, სწავლობდა ასპირანტურაში და როგორც თავად იხსენებს, ბინაც საუკეთესო ადგილას ჰქონდა. იგი ამბობს, რომ ლეიბორისტების ლიდერის სიყვარულის გამო მან კარიერაზე უარი თქვა და შალვასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა ერთოთახიან ბინაში საცხოვრებლად. ვერ წარმოუდგენია, როგორც ცხოვრობდა ადრე შალვას გარეშე. დიდი ლეიბორისტის მეუღლე მწერალია, აქვს შესანიშნავი ჩანახატები და მათ შორის ხშირად წერს საკუთარი მეუღლის შესახებ. ყავთ ორი შვილი, ქალიშვილი მხატვარია, ვაჟი კი ახალგაზრდა ქართველი ლეიბორისტების ლიდერი, მომავალი შალვა. ნათელაშვილი დიდი ხანია ანონსებს, რომ არ დაუშვებს პარლამენტში ვეღარ შევიდეს მისი პარტია. ჩვენ დაუბრუნდით ეთერში და ჩვენ შეგვიძლია ახლა ვესაუბროთ თამარ კინწურაშვილს, რომელიც მედიასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას კურირებს. სანამ ქალბატონი თამარი იქნება ეთერში, ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, ლევან იზორია საუბრობს გუშინ დაწყებულ სპეცოპერაციაზე, რომელიც გივით არგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული პირის დაკავებას ეხება და როგორც სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, აი რა თქვა თავდაცვის მინისტრმა. ბოლო დღების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობენ, თქვენი ხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს, რომ კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იკვეთება და სწორედ ის არის მონაწილე ამ დანაშაულში, ბუნებრივია გამოძიება გრძელდება და ახლაც მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები მისი დაკავებისთვის, მიმდინარეობს ასევე ძებნის ოპერაცია. თქვენ კარგად იცით 3 დღის წინ მომხდარი აფეთქების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გივით არგამაძის მანქანა აფეთქდა და სხვათა შორის სწორედ ეს ფაქტი საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ნატო სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ კარგად მიდიოდა საარჩევნო კამპანია და ეს ბოლო ამბავი, ეს ბოლო აფეთქება იყო ხარვეზი ძალიან დიდი ამ საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვესაუბროთ თამარ კინწურაშვილს. ქალბატონ თამარ, გამარჯობა, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი, რომ გვითხრათ როგორი იყო მედია გარემო და რამდენად კარგად იქნა გაშუქებული, ეს ვთქვათ, პოლიტიკური აქტორების საარჩევნო კამპანია, რამდენად მზად არის ამომრჩეველი, ვთქვათ, თავისუფალი სამართლიანი ინფორმირებული არჩევანისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პლურალიზმის თვალსაზრისით გარკვეულწილად გაუმჯობესება მედია ბაზარზე შეიმჩნევა, მაგრამ პოლარიზების ხარისხი ისევ არის მედიაზე. ერთი მხრივ იკვეთება სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია საშუალებები და მეორე მხრივ ოპოზიციურად განწყობილი და გარკვეულწილად უფრო ნეიტრალური აქტორები. თუმცა საბოლოო ჯამში ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა მიიღო მრავალფეროვანი ინფორმაცია და დებატების სიმრავლეც გამოარჩევს ამ არჩევნებს წინაარჩევნებისგან. ანუ ასეთი სარედაქციო, ვთქვათ, გამოკვეთილი პოლიტიკური სარედაქციო პოლიტიკის მიუხედავად მაინც იყო, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ყველა არხზე მაქსიმალურად სივრცე დათმობილი პოლიტიკური პარტიებისთვის, ლიდერებისთვის. მრავალფეროვნება და პლურალიზმი არის ამ არჩევნების დამახასიათებელი, თუმცა არჩევნები, წინასაარჩევნო პროცესი გაცილებით ხანგრძლივი არის და არ შეიძლება განვიხილოთ თუნდაც მისი ოფიციალური დაწყებით, როდესაც არჩევნებამდე 1 წლით ადრე იხურება, ვთქვათ, რეიტინგული გადაცემები დიდ ნაციონალურ არხებზე, იმიტომ რომ აუდიტორიის მოცვასაც აქვს მნიშვნელობა. ესეც არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ შეიძლება შევადაროთ, ვთქვათ, წინაარჩევნებს. ამ თვალსაზრისით გაუმჯობესება არის, მაგრამ მედიის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობები კვლავ რჩება პრობლემად და ესეც უნდა განვიხილოთ წინასაარჩევნო კონტექსტში. ქალბატონ თამარ, აი პოლარიზება ახსენეთ თქვენ მედია სივრცეში. ჩვენ გვექნება 2 exit poll-ის შედეგი. მე მაინტერესებს, როგორ უყურებთ საერთოდ exit poll-ების საკითხს არჩევნების საღამოს. მე მგონი ცოტა გადაჭარბებული ამ exit poll-ების მნიშვნელობა, თუმცა ცალსახად ჩანს, რომ ორ დიდ ნაციონალურ არხზე 2 exit poll-ის წარმოდგენით არის გარკვეულწილად მცდელობა ვაჩვენოთ, ვინ უფრო ადრე გამოაცხადებს არჩევნების შედეგებს. აქ მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიურად სწორად იყოს მიწოდებული ამომრჩევლისთვის ინფორმაცია, იმიტომ რომ გასათვალისწინებელია მაჟორიტარობის არჩევნები, რომელსაც
საბოლოო შედეგზე ექნება გავლენა და ნებისმიერ შემთხვევაში მაჟორიტარობის შედეგს არასახავს exit poll-ი, ეს ვერ იქნება საბოლოო შედეგი. კანონმდებლობა განსაზღვრავს წესებს, სხდომილების ზღვარი და გარკვეული სტანდარტები აუცილებლად უნდა მიეწოდოს ინფორმაციას და გამოცხადებასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვიტყვით მხოლოდ პროპორციული, ანუ საპარლამენტო პარტიული არჩევნების შედეგების მიხედვით გამოვაცხადებს შედეგს, შეიძლება ეს შეცდომაში შემყვანი იყოს, იმიტომ რომ ბევრ რეგიონში მოსალოდნელია მეორე ტურის გამართვა. წინა არჩევნებზე ჩატარებულ exit poll-ზე ვსაუბრობდით, მაშინ მაგალითად ზუსტად ვიცი, ტელეკომპანიაში, რომელშიც მე ვმუშაობდი, მაშინ ქონდა მაჟორიტარული არჩევნების exit poll-ს. ანუ თქვენი გზამკვლევი, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის როგორია, რომ ცნობად მიიღონ ეს exit poll-ები, ვინაიდან ის მხოლოდ ნაწილობრივ, მხოლოდ 77 დეპუტატის, ვთქვათ, იქ გადანაწილებას ასახავს, ეს არის პროპორციული სიით შესული კანდიდატები და ეს იყოს უბრალოდ ინფორმაცია, ვიდრე არ გამოქვეყნდება პირველადი მონაცემები CSGO-ს. ძალიან მნიშვნელოვანია გზამკვლევი და მიმართვა უფრო ალბათ ორივე მედია საშუალებისადმი არის, როგორც გამოაცხადებენ ისინი შედეგებს, იმიტომ რომ JFK-სთან დაკავშირებით როგორც ჭეშმარიტება ასე არ უნდა თქვა, ხო? როგორც ჭეშმარიტება და მონაცემებსაც გააჩნია, იმიტომ რომ ესეც ხდება манипуляციის საგანი. ხშირად თქვათ მედია საშუალება გარკვეულ ინტერპრეტაციას აძლევს ამ შედეგებს და ამ დროს კვლევა სწორი მეთოდოლოგიით არის ჩატარებული, იმიტომ რომ შენ შეიძლება არ უთხრა აუდიტორიას, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა არის 40% ან ამდენმა პროცენტმა უარი გითხრა შედეგზე და გამოაცხადო ეს როგორც მთელი მოსახლეობის არჩევანი და ამაშია პრობლემა. აქ მედიის პასუხისმგებლობა უფრო დიდი არის, იმიტომ რომ ყველა კომპანია პენტაკლებად ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, მით უმეტეს ორივე მხარეს არის საკმაოდ ცნობილი საერთაშორისო კომპანიები. ამიტომ როგორ მიაწვდის მედია ამომრჩეველს ინფორმაციას, რომ მან მერე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, ამას აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, აი ჩვენ საუბრობთ ახლა მედია გარემოზე, როგორ აშუქებდა მედია ამ ძალიან ხანგრძლივ წინასაარჩევნო კამპანიას. შეგიძლიათ თუ არა დამეთანხმოთ, რომ ადრინდელისგან განსხვავებით იყოს სრულიად სხვა სურათი მედია სივრცეში და გულისხმობ რას? თუ აქამდე არჩევნები იყო ყოველთვის ვიღაცის წინააღმდეგ, მაგალითად მიშა მოვდივარ, გადადექი, ჩაკუჩებით კარების აჭედვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ ძირს ერთი და მოვდივარ მე, ეხლა იყო აშკარად განსხვავებული საარჩევნო კამპანია. ყოველ შემთხვევაში ასე გამოიყურებოდა, ანუ აი მოვდივარ და გადადექი ეს აღარ ყოფილა ამ საპარლამენტო არჩევნებზე. ძირითადად ლაპარაკი იყო ვირას გვთავაზობს რაღაც პროგრამები და შეთავაზებების სლოგანები და შეიძლება ამანაც კი გამოიწვია უკვე ბევრი დაბნეული ადამიანი, როცა არ ვიცი თქვენ გყავთ თუ არა ასეთები გარშემო, მაგრამ რო ამბობდნენ რომ აი ეხაც არ ვიცი ვის უნდა მივცე ხმა. მედია რამდენად ადეკვატური აღმოჩნდა სწორედ ამ მიმართულებით წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში. გულისხმობ იმას, რომ ანუ ზედაპირული კი არა, რამდენად ღრმად, რამდენად კვალიფიციურად, რამდენად საფუძვლიანად მაყურებელი უზრუნველყავით ჩვენ მთლიანად ქართულმა მედიამ, რომ გაეგოთ რას გვპირდება ვიღაც. მედიის თვალსაზრისით დაგეთანხმებით, რომ გაუმჯობესება ნამდვილად არის და არის განსაკუთრებით დებატების მეშვეობით შესაძლებლობა, რომ მივცეთ მაყურებელს არჩევანის საშუალება და მივაწოდოთ მრავალმხრივი ინფორმაცია, ამ თვალსაზრისით უდაოდ. რაც შეეხება თვითონ კამპანიის ხასიათს პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, აქ მე მგონი მაინც ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული იყო, უბრალოდ არ იყვნენ ლიდერები გამოკვეთილი არც ერთ მხარეს. ანუ ივანიშვილი ფორმალურად არ მონაწილეობდა ამ არჩევნებში და ვთქვათ გამოკვეთილი ლიდერების დეფიციტის გამოც არის შეიძლება კონკრეტული ანუ კარგი ყოფილა ხო გამოკვეთილი ლიდერების გარეშე საარჩევნო კამპანია მეორე მხრივ ლიდერების გარეშე საკმაოდ დიდი პროცენტი არის გადაუწყვეტელი ამორჩევის კარგია თუ ცუდი ვნახავთ შედეგების მიხედვით და შესაძლოა ვთქვათ გარკვეული ფრუსტრაციის გამოც არის იმიტომ რომ იმედგაცრუება არის ორივე სახელმწიფო პარტიით და ამიტომ არის გადაუწყვეტელი ამორჩევის დიდი რაოდენობა. თუმცა თვითონ ორი ძირითადი სუბიექტის კამპანია
ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო იყო მიმართული, ვიდრე ამომრჩევლის. ანუ ისინი ამომრჩევლს კი არ ელაპარაკებოდნენ, ერთმანეთს უმტკიცებდნენ, ვინ ვისზე უარესი და უკეთესი იყო. გაბატონ თამარ, აი ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი ჩვენ ყურადღება გავამახვილებთ, თქვათ, ტელეკომპანიებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია რეგიონული მაუწყებლები და ასევე ბეჭდური მედია რეგიონებში, იმიტომ რომ მაჟორიტარულ არჩევნებსაც შევეხეთ, ხო ჩვენი საუბრის დროს. აი აქ რა მდგომარეობა გვაქვს? და ჩვენ არ ვაწარმოებდით და არც თქვათ მეორე ჯგუფი UNDP-ის რეგიონული მედიის მონიტორინგს და სიმართლე გითხრათ არ ვიცით, თუმცა ჩვენ ვსწავლობდით მათ ფინანსურ დამოკიდებულებას გარკვეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე. ზოგიერთი რეგიონული მედია საშუალება საკმაოდ დიდ პროცენტს თავისი შემოსავლის სწორედ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იღებს. შინაარსობრივი მონიტორინგი რამდენად ახდენს ეს გავლენას მათ შინაარსზე არ ჩაგვიტარებია და არც ვიცი სხვა ორგანიზაცია თუ ვინმე აკვირდება. ალბათ რეგიონული მედიაზე ფოკუსი იქნება უფრო ადგილობრივი არჩევნების დროს. მადლობა თამარ, წარმატება მინდა გისურვოთ და თქვენც იგივე უნდა გითხრათ, ალბათ დღეს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ახალი ეტაპი დაიწყება უკვე 8 საათის შემდეგ. დღეს და ქართულ პოლიტიკაში მთლიანად მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ვემშვიდობებით თამარ კინწურაშვილს. ახლა კი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ელენე კვანჭილაშვილი, გიორგი, რომელიც საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ მოგვიყვება ქართული არჩევნების შესახებ და